პლატო ნიშნავს, რომ ადამიანი წონას აღარ იგლებს. ან იგლებს ძალიან ნელა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერს იგივე საკეთებ და ცდილობ. როცა სასწორი ჩერდება, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ცხიმის კლება შეჩერდა. ზოგჯერ ცხიმი მაინც მცირდება, მაგრამ წყალი იმატებს, ან გლიკოგენი იმატებს, ან კუნთის მასა და შენ გეჩვენება, რომ წონა გაჩერდა. მაგრამ როდის ჩნდება სინამდვილეში პლატო? ჩვეულებრივ, როცა წონის კლებას დაიწყებ, დაახლოებით 3-6 თვეში იწყება პლატო. ანუ თავიდან კლება ძალიან ჩქარია, პირველი სწრაფი კლების მერე ნელდება ეს კლება, 3-6 თვის განმავლობაში შენელებულია და 6 თვეზე უმეტესად წონა ჩერდება. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი რამეს ცუდად აკეთებს. ხშირად ეს ფიზიოლოგიური ადაპტაცია, ანუ სხეული ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და შიმშილის სიგნალები კი ძლიერდება. რეალურად პლატო ჩვეულებრივ არ იცვლება 3-5 დღე თუ გაჩერდა, ან 1 კვირა გაჩერდა წონა, თუ წონა გაჩერებულია 3-4 კვირის განმავლობაში, საშუალო წონა ამ შემთხვევაში იცვლება, რომ პლატო დადგა. და 6 თვე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რადგან 6 თვის თავზე ადამიანების უმეტესობა წონის კლებას წყვეტს, ან იწყებს მომატებას ნელ-ნელა. და უნდა ვიცოდეთ, რომ პლატო ნორმალური ეტაპია. ეს არაა დამარცხება. ბევრი ადამიანი თუმცა ფიქრობს, რომ წონა გაჩერდა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა, რეალურად სხეული უბრალოდ ადაპტირდება. და რატომ ჩერდება მაინც წონა? საქმე იმაშია, რომ როცა ადამიანის იკლებს სხეულის მასა მცირდება, ამიტომ სიარულიც, დგომაც, ვარჯიშიც ნაკლებ კალორიებს წვავს. 90 კილოგრამიანი სხეული იგივე ნაბიჯებზე უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე 75 კილოგრამიანი. და მეორე მნიშვნელოვანი მოვლენაც ხდება, რომელსაც ადაპტაციური თერმოგენეზი ქვია. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი იწყებს ენერგიის უფრო ეკონომიურად ხარჯვას. ანუ იგივე ჭამით, იგივე მოძრაობით ადრე იყლებდი, ახლა შეიძლება მხოლოდ ინარჩუნებდე. ძველი კალორიული დეფიციტი შეიძლება დროთა განმავლობაში გახდეს შენარჩუნების კალორია შენთვის. ეს არის პლატოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგალითად შიმშილი, ჰორმონები, წონის კლებისას, ხშირად ლეპტინი, რომელიც ნაყროვანების ჰორმონია, მცირდება, ხოლო გრელინი, რომელიც შიმშილის ჰორმონია, ძლიერდება. პლატო არ არის ერთი დღე, რა თქმა უნდა, ეს არის როცა საშუალო წონა იყინება. ძილის ნაკლებობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის. ძილის ნაკლებობის შემდეგ სტრესი იმატებს, სტრესის მატება ზრდის მეორე დღეს საკვების ჭამას და ეგ მნიშვნელოვნად ზრდის ხოლმე მომატების ან გაჩერების რისკს. და ადამიანს გონია, რომ სინამდვილეში პლატო დადგა, არადა რეალურად შეიძლება ამ დიეტებისგან სტრესი დაემართა და დაიღალა. კიდევ ხდება ერთი რამ, არავარჯიშული მოძრაობა, მაგალითად სიარული, დგომა, ხელების მოძრაობა, სახლში მოძრაობა, საქმეების სახლში კეთება და შემდეგ პლატოს დროს მცირდება და სხეული უფრო ეკონომიურ რეჟიმში გადადის, მაშინ როცა ადამიანს მეტი წონა აქვს, უფრო აქტიური ხდება ბუნებრივად, ანუ ესეც ადამიანის დაცვითი რეჟიმია და ადამიანი იწყებს უბრალოდ ნაკლები კალორიების დაწვას. აქვე მნიშვნელოვანია, რომ თხევადი კალორიები ზოგჯერ არის ხოლმე რო სნექები, ტკბილის სასმელები და ესეთი რაღაცები, ადამიანი იღებს შეუმჩნევლად და გონია სიამოვნებაში რაღაც კალორიებს იღებს და გონია რომ არა, ისევ იკვებება. ზეთების соуსები თამაშობს როლს, ზეთის ძალიან მაღალი კალორია აქვს და უბრალოდ თვალის მოსხმით მოსხმული ზეთი პრობლემა ხდება, იმიტომ რომ შეიძლება მთელი შენი დეფიციტი აი ერთ ან ორ მოსხმაზეთმა, ან მაიონეზმა, ან ესეთმა соуსებმა შეცვალოს. და რისი გაკეთება შეგიძლია პლატოს დროს? პლატოს დროს მიდგომა არის ის, რომ იყო ფრთხილი, ნელი და არასტრესული. არ ქონდეს ესეთი რეაქცია, რომ რამე შავდება, არაფერი არ ხდება. პლატოს დროს მნიშვნელოვანია, რომ პროტეინები მიიღო მეტი, ცილები მიიღო მეტი, რათა კუნთის კარგვა შეამცირო, ან კუნთების ზრდა გააძლიერო და ძალოვანი ვარჯიშები. ძალოვანი ვარჯიშები აუცილებელია იმისთვის, რომ კუნთი გაიზარდოს, ან როგორც მინიმუმ კუნთის დაკარგვა შემცირდეს და კუნთს და სხეულს ფორმა მიეცეს და მეტი ენერგია დახარჯოს, მეტი კუნთი, მეტი ენერგიის ხარჯვა. კარდიო ვარჯიშებსაც აქვს როლი, ანუ მაგალითად ის რომ მეტი ვარჯიშო, კარდიო ვარჯიშები საუბალნია აერობულ ვარჯიშებზე, თქვა სიარული, სირბილი, ცეკვა და ესეთი ვარჯიშები. და შესაძლებელია რომ 2-3 ნაბიჯი მოუმატო და ეს გავლენას მოახდენს. მაგალითად თუ დადიოდი 8000, ეხლა იარო 12000. ამით მეტ კალორიებს დახარჯავ, მეტად აჩქარებ მეტაბოლიზმსაც. ძალიან მკაცრი დიეტა არ არის საჭირო. ზოგჯერ ძალიან მკაცრი დიეტა იწვევს ხოლმე პლატოს მსგავს ეფექტს, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი დიეტა ძალიან ძლიერ შიმშილს იწვევს შემდეგ და ადამიანი ჭამს უბრალოდ ბევრს და ვერ ინარჩუნებს. ბევრმა იცის რომ წონის კლებისთვის საჭიროა კალორიული დეფიციტი, მაგრამ არ იცის როგორ აწყოს დღე ისე, რომ არ იშიმშილოს. საკმარისი რაოდენობით მიიღოს ცილა, შეინარჩუნოს კუნთოვანი მასა,
და მშვიდად მიყვეს წონის კლების პროცესს. სწორედ ამისთვის შევქმენი 15-დღიანი კვების გეგმა, მარტივი გასაგები და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებული. ეს არის სტრუქტურა, რომელიც გეხმარება უფრო მარტივად დააწყო დღე და ყოველჯერზე თავიდან არ იფიქრო, რა უნდა ვჭამო. კვების გეგმა მინდოდა ყოფილიყო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ამიტომ მისი ღირებულება 29 ლარი. თუ გინდა მიიღო კვების გეგმა, მოგწერე WhatsApp-ზე, მითითებულ ნომერზე, ან გადადებ მულზე და მოგწერე Facebook-ის Messenger-ში. პირველი 1-2 კვირა შეიძლება ძალიან მკაცრად შეინახოს ძალიან ეს, მაგრამ ამის მერე ისე ვიწყებს მომატებას, ამიტომ ძალიან მკაცრი დიეტები არ არის საჭირო. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია დიეტას გადახედოს ადამიანმა და უბრალოდ 100-დან 300 კალორიამდე მოაკლო. თუმცა დიეტის გადახედვას ჯობია რომ ვარჯიში და ფიზიკურ აქტივობას მოუმატოს ადამიანმა, პროტეინები მიიღოს, მეტი პროტეინის წყარო ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება იყოს პროტეინის ფხვნილი ან ხორცეული და მცენარეული პროტეინებიც, მაგალითად ლობიო პარკოსნები, თხილეული, მაგრამ რა თქმა უნდა კალორიების ფარგლებში. ბოჭკოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სისავსის შეგრძნებისთვის, იმისთვის რომ ადამიანმა კმაყოფილად იგრძნოს თავი და ბოჭკოვანის მიღება, მაგალითად psyllium ან ხილი და ბოსტნეულით ბოჭკოს მიღება. და აქ მნიშვნელოვანია menstrualuri ციკლის დროს ზოგჯერ წონა იყიდება 1-2 კვირა სასწორი დგას, იმიტომ რომ როცა არის სასქესო ჰორმონები მცირდება, იწვევს წყლის შეკავებას და პროგესტერონის მატებაც იწვევს წყლის შეკავებას, შესაბამისად ეს შეშუპება menstruatsiამდე ქალების ჩვეულებრივი ამბავია, წყალი კავდება და წონა ჩერდება ხოლმე ამ დროს. ზოგჯერ წონის მატებაც კი შეიძლება გამოიწვიოს სასწორზე ყოველ შემთხვევაში წონის მატება ჩანდეს. და არ უნდა დაგვავიწყოს კიდე ერთი რამ, რომ ზოგჯერ წონას იკლებ და ეს ჩანს ასაცმელზე, ეს ჩანს სხეულზე, სხეულის ფორმა ეძლევა, მაგრამ სასწორზე წონა გაჩერებულია. ეს არის ჩანს იმას, რომ წონას არ იკლებ. მნიშვნელოვანი შეცდომები, რაც პლატოს დროს ხდება, არის რომ პანიკა, ყველაზე მთავარი არის რომ პანიკაში არ ჩავარდე, ყველაფერი ან არაფრის პრინციპით არ იყო, თორე დაიწყებ მატებას და ეს არის იო-იო დიეტის ციკლი, რომ რაღაც დროის მერე უკვე იმდენად სტრესში და პანიკაში ვარდები, რომ არაფერი არ გამომივიდა, იწყებ ჭამას, იმატებ, მერე ისე ვიკლებ და დადიხარ წრეზე. დიეტის შესვენების მტკიცებულება არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამე. ზოგჯერ არის ესეთი პრაქტიკა, რომ შეიძლება რომ შეისვენო ცოტა ხანი, მიიღო შენი შემანარჩუნებელი კალორიები, მაგალითად 2-3 კვირა და მე ისევ გააგრძელო დასაკლები დიეტა. ოღონდ აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ ჯამურად კვლევი რომ ტარდება, აი ეს შესვენების მტკიცებულება ზოგჯერ საჭიროა, მაგრამ კალორიების დეფიციტის შექმნა და აქტიურების მომატება და თვითმონიტორინგის მტკიცებულება ბევრად უფრო ძლიერია. ამიტომ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს არის რომ თუ კი ის რომ მოდი მე დავისვენებ ახლა ხინკლებს შევჭამ, ეს შეიძლება გაგრძელდეს. მე კიდე ხოლმე შეჭამ ხინკლებს ზეგაც და მაზეგაც. მაგრამ თუ კი შენ იტყვი რომ მე აი ცოტა რაღაცებს მოუმატებ, მაგალითად ვარჯიშს მოუმატებ, იქ ცოტა ოდნავ ნაკლებ კალორიას მივიღებ, ცილებს მოუმატებ. ანუ ეს კომბინაცია უფრო ამართლებს, ან მეცნიერული მიდგომა უფრო ამართლებს, ვიდრე ის რომ უბრალოდ დაასვენო თავი. თუმცა დასვენებასაც ზოგჯერ თავისი როლი აქვს და ეს პრაქტიკაც არსებობს, რომ ადამიანები ცოტა ხანი შემანარჩუნებელზე გადადიან 3 კვირის განმავლობაში, ისვენებენ ამ მკაცრი დიეტისგან და ხანგრძლივი დიეტისგან. ხო, მკაცრი პირობით სიტყვა რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი დიეტა არაა საჭირო ისეც, მაგრამ მკაცრ გულისხმობ, როცა შემანარჩუნებელზე ნაკლებს იღებ და აქამდე ახლა შემანარჩუნებელზე გადავიდა 1-3 კვირის განმავლობაში ორგანიზმი დაასვენა და მე ისევ გადმოვიდა დიეტაზე. ეს პრაქტიკაც არსებობს. და გახსოვდეს, რომ თუ სხეულის მასის 5-10% უკვე დაიკელი, ეს ძალიან დიდი შედეგია შენი ორგანიზმისთვის და შენი ჯანმრთელობისთვის. და CIS-ის მონაცემების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემითაც 5% წონის კლება, ნუ 5% რა არის? თუ 100 კილო ხარ, 5 კილო რო დაიკლო. უკვე უდიდესი მიღწევაა შენი ორგანიზმისთვის, შენი წნევისთვის, ქოლესტერინისთვის და შაქრისთვის. ამიტომ უკვე დიდი შედეგი მიიღე და შენარჩუნებაც ძალიან დიდი საქმეა და პლატოს დადგომა და მით უმეტეს როცა ინარჩუნებ, ეს უკვე კაია. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორ გზას ადგახარ.